გამარჯობა თანამემამულენო, მოგეხსენებათ საქართველოში იგეგმება ორი არაბული ქალაქის მშენებლობა და მახარებს რომ ყველა იმაღლებს ხმას მამულის დასაცავად. რამოდენიმე დღის წინ ჩასული ვიყავი წარისის ტყეპარკის მოსანახულებლად და იქაური პირობების გასაცნობად. ჩავწერეთ ვიდეო, რომელიც 300,000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. გვაქვს დაგეგმილი მობილიზება, რომელსაც ჭირდება ძალიან სწორი ქმედებები, რომ ეს თემა არ იყოს პოპულიზმი და ვიყოთ შედეგზე ორიენტირებულები. მივესალმები ნებისმიერ ეგრეთ წოდებულ ზალის დამოუკიდებელ ქმედებას, ორი არაბული ქალაქის მშენებლობის საწინააღმდეგოდ, კანონის სრული დაცვით და მოუწოდებ კიდევ ერთხელ, როგორც მამული ენას სარწმუნოების ლიდერი, დიდი ილია, ბატონ გურამ შარაძის იდეების გამგზელებელი, ერის ეროვნული ერთობისაკენ. ჩვენი მოქალაქეთა გაერთიანება მამული ენას სარწმუნოება მუშაობთ პროექტზე, რომელსაც წარმოგიდგენთ ახლო მომავალში, რომელიც მოუტანს ქვეყანას დადებით შედეგს, რომელსაც საქართველო და ქართველი ერი მთლიანად მოსახლეობა ელოდება.